მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულხმესი მადლობა იმისთვის, რომ გამეწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობთ, მე ვარ კატო. დღეს მიდესით პატარა მცირე გაშლა გავაკეთო, ესეთი სახელწოდებით, რამდენად გენდობათ პარტნიორი. აბსოლუტურად ყველა ასპექტის მხრივ, ხო, ან მაინდა-მაინც რაღაც ფინანსებზე, ან რაღაც საიდუმლოებზე არ არის. ზოგადად, რამდენად გენდობათ თქვენი პარტნიორი. მოდით ნახოთ, ვინ ხართ ახლა რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ. თქვენ იმყოფებით ენერგიებში, სადაც ადამიანი იცავს თავის ინტერესებს, თავის მდგომარეობას, თავის პოზიციებს, ხო? თითქოს რაღაცნაირად გიწევთ ყველანაირი სიტუაციაში თქვენი მდგომარეობის და თქვენი პოზიციების დაცვა. კიდევ ენერგიებში ხართ, სადაც თითქოს იცით როგორი მომენტი, შეიძლება ითქვას, იმიტომ ვცდილობთ თქვენი პოზიციების დაცვას ეხლა, რომ თავის დროზე ძალიან გაუშვით ხელიდან ის სიტუაციები, რომელიც თქვენთვის სასიკეთო იქნებოდა, არ დაიცვით თქვენი პოზიციები და შესაბამისად ისე არ გამოვიდა ყველაფერი, როგორც გინდოდათ. აქედან გამომდინარე, ეხლა უკვე ხართ იმ ენერგიებში, რომ აღარ გაუშვათ ჩანსები ხელიდან, დაიცვათ ის მდგომარეობა, ის სიტუაცია, რომელიც მიგაჩნიათ, რომ თქვენ გეკუთვნით, გინდათ და აქედან გამომდინარე ხართ ესეთ ენერგიებში. მოდით კიდევ ვინ ხართ, რა ენერგიებში ხართ. რაღაცა ახალი საწყისის. აშკარად როგორი მომენტია, იცით, რომ ადამიანმა მიიღო, გაანალიზა სიტუაცია, მიიღო ეს მდგომარეობა, რომ მან თვითონ გაუშვა შანსები, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო, ეს სამსახურის მდგომარეობა იქნებოდა თუ პირადი ურთიერთობები, უბრალოდ გაუშვა, იქედან გამომდინარე, რომ არ დაიცვა თავისი პოზიციები, ეხლა ახალი შანსები გამოჩნდა მის ცხოვრებაში და ის უკვე ცდილობს, რომ ყველანაირად დაიცვას თავისი მდგომარეობა და პოზიცია. კარგით, ნახოთ, გენდობათ თუ არა თქვენი პარტნიორი. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ხო? ნახოთ, გენდობათ თუ არა. იცით როგორი მომენტი არის, ეს ადამიანი ალბათ უფრო გაკვირდებათ, ვიდრე გენდობათ. თითქოს თუ კი რაიმე მდგომარეობა, სიტუაცია არის შექმნილი, ნახეთ, ადამიანი თუ რაღაც საიდუმლოს გეუბნებათ და მარტო შენიცი არის ესეთი ნათქვამი ხოლმე, მარტო შენთან მაქვს ნათქვამი, ეს არის სხვა, არავინ არ იცის. ან აქვს ესეთი მდგომარეობა, როდესაც სიტუაციურად რაღაცას ისეც მოგიყვებათ, რომ აი ჩემ მეგობარს ესე დაემართა. აქ როგორი მომენტია, იცით, რომ თითქოს ადამიანი ჯერჯერობით არ გენდობათ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააკვირდეს რამდენად შეიძლება თქვენი ნდობა, ხო? თუმცა რა ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ ადამიანმა გადამოწმებებიდან გამომდინარე იცის, რომ უნდა გენდოთ, მაგრამ შეიძლება ძალიან ფრთხილია ეს ადამიანი, იცით? ფრთხილია და აქედან გამომდინარე ცდილობს, რომ მაინც გადაამოწმოს ყველაფერი, ხო? რაღაცა ეს მომენტიც არის. გენდობათ თუ არა ეს ადამიანი. იცით როგორი მომენტია, ძალიან უჭირს ამ ადამიანს საერთოდ ზოგადად ნდობა ადამიანების. გეტყვით იმას, რომ რაღაცნაირად, ესე რომ ვთქვათ, აქვს რაღაც მომენტი ნდობის თქვენთან, მაგრამ ნახეთ, მაპატიეთ რუსულისთვის, დავირაინო პრავირაი, ესეთი გამონათქვამი აქვს რუსებს, ხო, რაღაც ენდე, მაგრამ ყოველთვის გადაამოწმე, ხო?
აი თითქოს ეს მომენტი აქ ამ ადამიანს, რაღაცა მომენტში თითქოს კი არა და დარწმუნებულია იმაში, რომ უნდა გენდოთ, დარწმუნებულია იმაში, რომ თქვენთან ნათქვამი ან გაკეთებული, ან უბრალოდ რა, აი არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს, სულ უმნიშვნელო რამეც რომ იყოს, მას შეუძლია, რომ თქვენთან ეს ყველაფერი თავისუფლად თქვას, კიდევაც გააკეთოს, კიდევაც და არა აქვს ეს დისკომფორტი, თუმცა ნახეთ, მაინც არ იხსნება ბოლომდე და მაინც არ გენდობათ ბოლომდე. მაინც ყოველა მდგომარეობაში როგორი მომენტია, ესეთ აი გენ გამოწმებთ, ხო? ნახეთ, შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ ადამიანი უბრალოდ ნდობის, ანუ ნაწილს გეუბნებოდეთ რაღაცა ისტორიის, ნაწილს გეუბნებოდეთ რაღაცა სიტუაციის, ნაწილობრივი ნდობის ფაქტორი აქ ხვდებით, აი მხოლოდ იმას ამბობს და იმას აკეთებს, ვთქვათ, რასაც საზოგადოდ გააკეთებდა და მარტო კონკრეტულად თქვენთან არა. ხო, აი რაღაცა ესეთი ჩვენ ორმა ვიცით მხოლოდ და მხოლოდ და აქ რჩება, ესე არ არის. აი თქვათ თუ ბევრმა იცის, ის იცით თქვენც. აი ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს. მე ვერ ვიტყვი ეს რომ ნდობა არის. ეს ხა კი ძალიან კარგია, როცა ადამიანის ამოწმებ, ვთქვათ, იმიტომ რომ ფრთხილობ, ხო? ანუ ვთქვათ ესე მიამიტურად მინდობას არ შეიძლება, მაგრამ აქ უკვე თუ ეს თუ კი არა და პარტნიორულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ხო? პარტნიორი მეორე პარტნიორს ყოველთვის უნდა ენდობოდეს მაქსიმალურად, ხო? იმიტომ რომ აბარაყა ურთიერთობა თუ ერთმანეთს არ ვენდობით. მაგრამ აქ სამწუხაროდ ეს ნდობის ფაქტორი ცოტა ესეთი კითხვის ნიშნების ქვეშ დგას სამწუხაროდ. ესეთი გამოვიდა, ესეთი პატარა მცირედი გაშლა. მე ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს. წარმატებას, ულევს სიხარულს და იმედია მოვა ეს ადამიანი გონს, რომ უნდა ენდოს თავის პარტნიორს. დროებით.